რის გამოიხდიან სასჯელს ოპოზიციონერი ლიდერები რანა ბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაალაგების შანსი. თემაზე სტუმართან ძლიერი საქართველოს წევრ ვანო კაპანაძესთან ერთად საუბრობთ. საღამოშვიდობის ბატონო ვანო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობის, მადლობა მოწვევისათვის. აუცილებლად მინდა გკითხოთ და ჩემი პირველი შეკითხვა იქნება ასეთი, თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ აფასებთ, რას ემსახურება პოლიტიკური ოპოზიციონერი, პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაკავება ასე მასობრივად და ასე ერთიანად? ეს ნაბიჯები არა მარტო ლიდერების დაკავებით დაიწყო, მანამდეც დაიწყო, ძირითადად დაშინების პოლიტიკა არის საზოგადოების და პირდაპირ მესიჯი არის, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერი არის, ეს მესიჯი ადრეც ყოფილა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეხლა უკვე ეს აღიქმება, რომ მტერი უნდა იყოს ნეიტრალიზირებული ან ქვეყნის გარეთ, ან აქტუალი ციხეში, ან მათ გვერდით. ვითომ მტერი, ანუ მათ გვერდით. ანუ ისინი უნდა აკონტროლებდნენ მთლიან ქართულ პოლიტიკას. და არა მარტო პოლიტიკას, აქ საუბარი არის, ისინი დიდი ხანია უკვე აკონტროლებენ ეკონომიკას, თავის ჩქუით, რაც არსებობს იმ ეკონომიკას, რომელიც არ ვითარდება და არაფრის პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ მათთვის მუშაობს. პოლიტიკას აკონტროლებენ და უნდათ გააკონტროლონ, გარკვეულწილად ეხლაც აკონტროლებენ პოლიტიკას, რომელი პოლიტიკურ ძალებსაც ვერ აკონტროლებდნენ, მიმდინარეობს მათი დაშინების პოლიტიკა, გრძელდება ასე ვთქვათ, მაგრამ პრინციპში ეს არ არის საშიში იმ ხალხისთვის, ვინც იცის რა შეიძლება მოხდეს. პოლიტიკური ლიდერების დაკავების შემდეგ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად შეძლებენ გააგრძელონ შემდგომი ბრძოლა? მე გამიჭირდება ვისაუბრო სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, მაგრამ ძლიერ საქართველოსზე შემიძლია თამამად თქვა, რომ აქ არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ გუნდური მუშაობა, გუნდური ბრძოლა. აი ფრინავი ხარების პოლიტიკა, ეს ბატონი ხაზარაძის იყო ერთ-ერთი პოლიტიკა, რომელიც ჰარვარდიდან გადმოიტანა. ფრინავი ხარები გულისხმობა, რომ ძლიერი ადამიანები, რომლებიც გუნდურად, მაგრად, როგორც გადაფრინდებიან ფრინველები, ერთმანეთს ენაცვლებიან და ეს გუნდი, ასე ვთქვათ, არ დაიშლება, რაღაც რაოდენობით მაინც მივა. ანუ ძლიერი საქართველო აგრძელებს ბრძოლას. რა თქმა უნდა, ძლიერი საქართველო ბრძოლას გააგრძელებს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. უბრალოდ შეიძლება ლიდერები შეიცვალოს, მაგრამ სტრუქტურა არის ჩამოყალიბებული საკმაოდ ძლიერი, რომელიც, ასე ვთქვათ, საქმეს გააკეთებს. მე სარწმუნოებული ვარ. ბატონო, დღეს ოპოზიციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ისაუბრა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საუბრის ძირითადი თემა გახლდათ სწორედ დაკავებული ლიდერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე ადრე დაკავებული სინდისის პატიმრების შესახებ იყო საუბარი და საინტერესოა ამ საუბარს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მომავალში, რა ნაბიჯებს ელოდებით, თქვათ იგივე ევროსაბჭოს მიერ გადადგმულს. ეს შეხვედრები არის ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი, როგორც ასე ვთქვათ, დასავლეთის ლიდერებთან და დემოკრატიულ ძალებთან, აგრეთვე ამას მოყვება აუცილებლად შეხვედრების სერიალი, იგივე ადგილობრივ დარჩენილ ლიდერებთან და ქართულ საზოგადოებასთან. მე ვფიქრობ, რომ ერთი არის დემოკრატიული ძალების იმედი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, და ისინი იღწვიან საქართველოსთვის, ოღონდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნელა, მაგრამ მაინც იღწვიან. და მეორე არის თვითონ ქართველი საზოგადოების გაერთიანება, ბრძოლა და ჩამოყალიბება მიზნისაკენ, რასაც ქვია თავისუფალი საქართველოს აშენება. მიზანი, რომელიც მოემსახურება ყველას და ვინც არის ამ ქვეყანაში, რომელ პარტიას კუთვნილებაც არ უნდა იყოს, ეს მიზანი იქნება დემოკრატიული
კონსტიტუციური და არა ავტორიტარული, კონსტიტუციურად დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბება. ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ხერხემალო იმ ყველაფრის ფონზე რა მდგომარეობაც ახლა საქართველოს თითქმის ყოველ კვირას ქართული ოცნების მთავრობა ღებულობს კანონებს, რომლებიც უფრო და უფრო, აი ესე ვთქვა, წიხს აჭერს დემოკრატიას და ავიწროვებს დემოკრატიას ქვეყანაში და ამ ყველაფრის ფონზე რამდენად ადვილია ისაუბრო იმაზე, რომ ჩვენ დემოკრატიას შევინარჩუნებთ? ძნელია, რა თქმა უნდა, მე შემიძლია მაგალითი მოვიყვანო უფრო ისეთი, აი 100 წლის წინანდელი მაგალითი, როდესაც ქართული სახელმწიფო დაიპყრო ბოლშევიკურმა რუსეთმა და რა თქმა უნდა, მაშინაც ჩათვალეთ მაუზერებით და ტყავის ქურთუკით აღჭურვილი ტროიკები ასამართლებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც თავისუფალი აზრი ჰქონდა, შემდეგ ატარებდნენ არჩევნებს, სადაც კულაკებს არაძლევდნენ უფლებას, რომ ხმა მიეცათ და კულაკი მაშინ იყო დიდარი ადამიანი, რომელსაც ხარები და მიწა ჰქონდა და ასე შემდეგ, ხელობა ჰქონდა და სახლი ჰქონდა თავისი და რა თქმა უნდა, იმარჯვებდნენ ყველა არჩევნებზე. იგივე სიტუაციის გამეორება ხდება ეხლა საქართველოში. რამდენად შეეგუება ამ ყველაფერს უკვე თანამედროვე ქართველობა? მე მიკვირდა, რომ როგორ შეეგუა მაშინაც მე 20 საუკუნე არ იყო ისეთი, ასე ვთქვათ, წარსული საუკუნე და შუა საუკუნეებს არ იყო და პროგრესული საუკუნე იყო, ხო? და მაშინაც მიკვირდა, რომ როგორ მოახერხეს ეს, მაგრამ მაშინ მოახერხეს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება არ იყო გაერთიანებული. ეხლაც თუ ქართული საზოგადოება არ გაერთიანდა და რამდენად გაქვთ იმედით, რომ გაერთიანდებიან? ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველა. მე მაგალითად აი პიროვნული შეუთავსებლობა შეიძლება რაღაც გაუგებრობას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც დამოკიდებულება მაქვს სხვა პარტიების მიმართ, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად რომ ეს არ გამომშრალდეს, იმიტომ რომ დიდი მიზანია ჩვენთვის. იგივე სხვა, აი ჩვენ ვიკრიბებთ ახლა დელის წინ, ხო, იქ სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან. როგორც კი საპროტესტო აქციები, რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები მხედველობაში, იქ როგორც კი ვინმე დაიწყებს რაღაცას, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ჩეკავებით თავი შევიკავოთ, ჩვენც და ისიც შევაკავოთ, იმიტომ რომ ეს არანაირად არ აწყობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკას. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ყველა იქ ვისი მომხრე იყო ეს ადამიანი ადრე და ვისი არის ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ყველა უნდა გაერთიანებულად უნდა აუხსნათ ქართულ საზოგადოებას, რომ მომავალი არის დემოკრატიული ქვეყნის, რომ ქართული ოცნება ნელ-ნელა უნდა იქცეს სირცხვილად უნდა იქცეს, აი ქართული ოცნების. ეხლაც არის გარკვეულწილად, ისე მანდამაინც ვერ ამაყობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან, უბრალოდ მათი მესეჯ ბოქსებიდან და მათი საუბრიდან, იგივე მოქალაქეებთან მიმართებაში იკვეთება ის, რომ ისინი მშვიდობის მომხრეები არიან, თითქოს ეხლა ჩვენ ომი ვისუნდა რა შესულელია, მაგრამ მიხვდებით, რომ უკვე ისინი ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. ისინი ხვდებიან, რომ აი ის ტერორი და ის დასჭითი მექანიზმები, როგორც თვითონ ქართული დაიწყო თავის რიგებში, ის გაგრძელდება, ჩვენს ხვდებით ამას, გაგრძელდება აუცილებლად და ჩამოყვებიან იგივე თავისიანები რომ იყვნენ გარკვეული წლების და თვეების წინ. მაგრამ ბოლო-ბოლო ამას დასასრული ექნება, ისევე როგორც საბჭოთა კავშირს კომუნისტურ პარტიას ჰქონდა დასასრული. ახლა ვინ წარმოიდგენდა მე 70 წელი მოვიწიოს ლოდი. ხო, ახლა ისტორიისთვის 70 წელი არაფერი არ არის, მაგრამ მე იმ ეპოქაში დავიბადე, 69 წელს დავიბადე და მახსოვს შენილად ის ეპოქა და ვერავის ვერ წარმოიდგენდა ალბათ ვერავინ რომ ასეთი ბოროტჯერ არ ვიცოდით, ბოროტების იმპერიაში თუ ცხოვრობთ, ვერ წარმოგვედგინა, მაგრამ როდესაც გავიგეთ უკვე საზოგადოებამ ეს იცოდა. ანუ ჩვენმა მშობლებმა უკვე ეს წინაპრებმა ეს იცოდნენ. ანუ ეხლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რომ ქოცობა იყოს სირცხვილი, რომ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგოს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ეს ბრძოლის ეტაპები როგორ ნაბიჯებს მიიღებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და პირდაპირ პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას. ხაზგასმის ვამბობ, ეხლა მე თქვენ გესაუბრებით, მაგრამ წინ კამერა არის და ვესაუბრებ ყველა ადამიანს, ის შეიძლება იყოს ქართული ოცნების მხარდაჭერი, შეიძლება სულ არ ფიქრობდეს პოლიტიკაზე და შეიძლება სულ არც ოპოზიციონერის სიმპათია არ ჰქონდეს, არც ერთის არ მოწონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რაც მომავალში მოხდება, ეს იქნება ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობის და დაზიანებს ყველაზე მეტად ქვეყანას. თუ ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, დაშინების, უსამართლო კანონების მიღების პოლიტიკას და იგნორირებას გაუკეთებს ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხალხს, ის მიიღებს რისხანებას ქართული საზოგადოებისგან. რისხანებას კიდე აქვს სხვადასხვა ფორმები. მე არ მინდა, რომ ქართული საზოგადოება განრისხდებული იყოს. მე პირადად მანო კაპანაძეს არ მინდა. ძლიერ საქართველოს არ უნდა, იმიტომ რომ განრისხებული საზოგადოება დაუშვებს შეცდომებს
ამაში დარწმუნებული ვარ, რომელიც ასე ვთქვათ, შემდეგ გამოსწორება მოგვიწევს ძალიანად ქართველებს. ამიტომ რაღაცნაირად მაქსიმალური მობილიზებით უნდა შევეცადოთ გავერთიანოთ. ამას ბრძოლა დაჭირდება, ამას დაჭირდება თვეები და შეიძლება უფრო მეტიც დაჭირდეს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მზაკვარ პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე და არა მარტო პოლიტიკოსებთან, ბოროტების იმპერია დგას მათ უკან, რუსეთის გულისხმობ და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა თქმა უნდა, რუსეთის როლის დაკნინებას, იმიტომ რომ რუსეთის როლის დაკნინების შემთხვევაში ჩვენ გვექნება საშუალება, რომ უფრო ადვილად დავამარცხოთ ესენი. ბრძოლა გაგრძელდება. აი შანსი რამდენი დაგვრჩა იმისა, უკაცრავად ტელემაყურებელთან ისევ აღვადგინოთ, თქვათ, ევროინტეგრაციის პროცესი და ამერიკასთან თუ შევძლებთ ურთიერთობების დაალაგებას. აქ საუბარი ქალბატონ თამარ არის იმაზე, რომ ჩვენ შევქმნათ დემოკრატიული საქართველოს, სადაც ადამიანის უფლებები იქნება დაცული, სადაც ადამიანები არ გაიქცევიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, სადაც შეშინებულები არ იქნებიან, აქ ვინც არის, რომ სამსახური შეიძლება დაკარგოს და ხვალ რაქნას არ იცოდეს. კი ბატონო, ეს მინდოდა მომდენო კითხვა დამესვა იმ ადამიანებს, ვინც ემიგრაციაში ვერ წავა, თქვათ, არა აქ ამის საშუალება ვერ ტოვებს ოჯახს, იმ ადამიანებს რა ბედიელოდებათ საქართველოში. მოხდება თუ არა ბევრი მათგანის დაკავება, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა კონდეს მას განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება ან აზრი. ეხლა როგორ არის, იცით, ადრე კომუნისტების ეპოქაში როვაკავებდნენ ციმბირში დიდი ჰქონდათ ციხეები და ეხლა აქ საქართველოში რა ვიცი გამოუშვებენ ყველას ვინც არის ალბათ ციხეში და პოლიტიკოსებს შეუშვებენ შიგნით, მაგრამ რა ნახა 7 და 8 თვე პოლიტიკოსთვის არ არის პრობლემა, თუ გინდა წლებიც იყოს, ხო? ისტორიას რო გადავხედოთ, ესეთი მსგავსი პრეცედენტი ყოფილა ავტორიტარულ რეჟიმებს, ქონია მსგავსი პრეცედენტები, იგივე სამეფო დინასტიებს და ტირანებს. მაგრამ მათ ძალიან სულად დაუმთავრებიათ ყოველთვის. მით უმეტეს 21 საუკუნე არის ახლა. და თუ უბრალოდ ისინი რა ხდება, იცით, ისინი ცდილობენ გაიხანგრძლივონ თავისი არსებობა და ფიქრობენ, რომ რაღაც პერიოდის მერე შეიძლება თუნდაც არ იყვნენ ქვეყანაზე და წავიდნენ, ხო, ამიტომ არ ანაღულებთ ეს, რომ მათი შვილები ისტორიაში როგორ შევა მათი სახელი არ ანაღულებთ. სამწუხაროდ ძალიან დაბალი და პატარა ხალხი არიან, ფსიქიკურად არიან ძალიან პატარა. ბატონო, ერთ შეკითხვა მაქვს კიდევ, თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ყველაფრის ფონზე, მხედველობაში პოლიტიკური კრიზისი მაქვს ქვეყანაში? როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური შემდგომი ცხოვრება, რა გველოდება სავარაუდოდ წინ მოხდება თუ არა პირობების გაუარესება, როდესაც თქვათ საბოლოოდ აღმოჩნდება ამერიკა ევროპის, ესე ვთქვათ, ფინანსური დახმარებისა და პარტნიორობის გარეშე ქვეყანა. რამდენად რთული ეტაპი შეიძლება გველოდებოდეს ეკონომიკის მხრივ ქართველებს? ეკონომიკა აქ არ ვითარდება, უკვე კარგი ხანია, წლები არ ვითარდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მთავრობისგან ვისმენთ, რომ ვითარდება და გადავასწარით ევროპას. არა, ეს აჩვენებლებით. ირანშიც კი აღნიშნეს გამარჯვება. ეხლა რამდენიმე დღის წინ მე მახსოვს, რომ ნებისმიერი ესეთი დიდი პოლიტიკოსები, ავტორიტარები ყოველთვის აღნიშნავენ თავის პოლიტიკას გამარჯვებით, წინსვლებით და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტი არის, ახლა ეს ფაქტი არის, როგორ იცი, მას ვარს რო გააღებ, ძალიან ელემენტარული არის, ყველა ოჯახი და შეიხედავში მისი ეკონომიკა იქედან არის. იქედან არის, რომ ელემენტარულად ქორწილია თუ ჭირი არის, ადამიანს უჭირს უკვე გასვლა, მისვლა-მოსვლა, არის ერთეულები, რომლებიც თავისუფლად საღამოობით ქუთაისში ახლა ბოლო პერიოდი ვსეირნობ რაღაც დავდივარ რაღაცნაირად და ისმის რაღაც სიმღერები დროს ტარება, მაგრამ რო გადავხედე და შევიხედე, ადამიანის სავსე არ არის ეს ობიექტები და არის ერთეულები, რომლებსაც შეუძლიათ თავს უფუნება მიცენ, რომ გაერთონ სამწუხაროდ. კარგი იქნება, როცა ბევრს ექნება ამის საშუალება, უფრო კარგი და ესაა პირდაპირ ეკონომიკა, ხო, ჯიბეზია დამოკიდებული. იმიტომ რომ ბოდიში, მაგრამ ეხლა მე ჩემს თავზე ვიტყვი და ჩემ ოჯახზე ვიტყვი, რომ აი როგორ თქვა, ეხლა შრომობთ როგორც რევოლუციამდელი მუშები, ლამის 8 საათიანი სამუშაო დღე ჩვენთვის არის საოცნებო, 10 და 12 საათი ზოგჯერ მუშაობთ და ეს და კვირაში ლამის 7 დღე. და შედეგი არის ის, რომ ძლივს გაგვაქვს თავი რა, ძლივს გაგვაქვს თავი. ეს არის შედეგი. და ამ შედეგით ეხლა და ასეთი განვითარებით ქვეყანა არ განვითარდება. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ,
ღვთისმსხალობით ჯამთელი ოჯახის წევრებისგან შედგება და როდესაც რომელიმე ოჯახში არ არის ჯამთელი ოჯახის წევრი, რომელიც ვერ მუშაობს სრულფასოვნად, ანუ სრულფასოვნად შედება медикаменти, ექიმი, სამედიცინო მომსახურება. ელემენტარულად მესულის მიკურსი 300-500 ლარიან ხელფასზე მუშაობს ხალხი, როგორ ძლებენ, როგორ არსებობენ მიკვირს, დაბალი ანაზღაურება ეს ძალიან ჩვენთან საქართველოში და თუმცა საქსტატის მონაცემებით 2170 ლარია საშუალო ხელფასი. ხო, ახლა საიდან ითვლიან საშუალო ხელფასს? წარმოუდგენელი. ეხლა აღწერის შედეგები იყო, რომ ლამის 4 მილიონამდე ყოფილვარ საქართველოში მაცხოვრებლები. ეს იმის ფონზე, როცა მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრირდა უცხოეთში. მაგრამ იქ არ არის ხაზგასმული ეს ადამიანები ვინ არიან? აქ რამდენია შემოსული 4 მილიონში, იქ არ არის ნათქვამი. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ციფრი იქნება შემოსულების იმ 4 მილიონში. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ თვალნათლივ ხედავთ ამ ყველაფერს, ყველა ქალაქში განსაკუთრებით დიდ ქალაქში თბილისში ეს. ბატონ ქუთაისში თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახვიდეთ. მაგრამ პრინციპში არის ხოლმე შემთხვევა, როცა იმოდენ ავტობუსში 2-3 ქართველი ზის, დანარჩენი უცხოელები არიან. თუმცა ეს ქართველებისთვის ახლა არ არის ესეთი რაღაც პრობლემა რო რაღაც, მაგრამ კი ბატონო, ტოლერანტი ერი ვართ, მაგრამ დამრავლების თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ცუდად საქმე. ჩანს ის, რომ პოლიტიკა არასწორი არის, მიგრირება დიდი არის საქართველოში, მომავალში შეიძლება საქართველოში ქართველი ზამცირე რაოდენობით დარჩეს და ვინც დარჩება, ის იქნება ასე ვთქვათ ასაკოვანი, ანუ ესეთი დაბერდება რა, ნაცია დაბერდება და დიდი პრობლემები შეექმნება. გამრავლების რიცხვი ძალიან დაბალი არის და ასე შემდეგ. მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქართულმა საზოგადოებამ, რომ ბრძოლა შეიძლება ველოდებით ყოველდღე რა თქმა უნდა სიკეთეს, დღეს და ხვალ, მაგრამ ეს არის ისეთი რეცეპტი, რომ მაგალითად ერთ თვეში ან ორ თვეში დამთავრდება ყველაფერი. რამდენად გაქვთ იმედი, ვთქვათ, იგივე ევროკავშირის, იგივე ამერიკის, რომ რაიმე განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული და არა, ზომები იქნება მიღებული, მე დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ზომების მიღება რაიმე შეცვლის საქართველოში. რაღაც პერიოდში ისტორიაში ყოფილა, იგივე მოდი უახლოეს საბჭოთა კავშირის ისტორიას გადავხედოთ, გორბაჩოვს აიძულეს, რომ რაღაც პერიოდში პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინა. მაშინ საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრები იყო უამრავი. და ამ პოლიტპატიმრების განთავისუფლებამ გამოიწვია შემდეგ ახალი ტალღა. ჩვენ მოდი თქვათ, რომ პოლიტპატიმრები გვყავს საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით, თან და ეს პოლიტპატიმრების რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს და არ არის ეს ჩვენთვის ასე ვთქვათ უცხო უკვე, მაგრამ შედეგი რა იქნება, ხო? აი ეს ხელისუფლებას რატო ვერ ხვდება, ამას არ ვიცი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რაღაც ნიშნულზე უკვე მიხვდებიან, რომ დაიწყონ ევროპასთან ვაჭრობა და ისინი პოლიტპატიმრებს აღიარებენ და გაანთავისუფლებენ. ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ მათი ინტერესი არ არის ქვეყანა, მათი ინტერესი არ არის საზოგადოება და ხალხი, მათი ინტერესი არის პირადი კეთილდღეობა. მშვიდობებით კიდევ ერთ შეკითხვა მაქვს. 29 ივნისს დაანონსდა ძალიან დიდი აქცია, საქართველოს დადექი ქვია ამ აქციას და აქციის მონაწილეები გამოუცხადებენ სინდისის პატიმრებს, ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამჟამად ციხეშია, თავიანთ სოლიდარობას და მინდოდა მკითხოთ რა, როგორ ფიქრობთ, ბევრი ქართველი დადგება იმ დღეს თავისი ერის და ქვეყნის გვერდით, თუნდაც საკუთარი მომავლის, უკეთესი მომავლის გამო? ვინც ქართველი იქნება დადგება, გულით და სულით. და ვინც შეიპარებს იმაში, რომ ქართველი არ არის და არის ვიღაც ადამიანი ქვეყანაში არსებული, რომელსაც მხოლოდ თავისი პირადი კეთილდღეობა ან პირადი ოჯახის პრობლემები თუ გინდა აქვს ისეთი, რომ არ შეუძლია ეგ მოვიდეს, ის ვერ მოვა. ჩვენც აი ეს მინდოდა გვეთქვა, ხშირად გვიწევს ხოლმე რესპონდენტების გამოკითხვა ქუჩაში და ძალიან ბევრი ადამიანი კამერასთან საუბარს ერიდება, მაგრამ კამერის მიღმა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას იგივე იმ შიშის გამო, რაც შეიძლება ვთქვათ მის პოზიციის გახმოვანებას მოჰყვეს შემდგომ მთავრობის მხრიდან. გასაგებია, ეს ნორმალურია, ჩვენ ეს გვესმის, იმიტომ რომ ჩვენ გავიზარდეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში და ვიცით ეს როგორ იყო და ეხაც იგივე მეორდება რა ჩვენ თავზე. უბრალოდ ძალიან დასანანია, მე პირადად ძალიან გული მткиვა, რომ 90-იანი წლების მერე და იმ 70 წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ კარგი მაგალითი ვერ მიიღო და კიდევ უნდა მიიღოს მაგალითი ცუდი, რომ მიხვდეს, რომ ერთიანობით და ერთობით უნდა შექმნას ქართული სახელმწიფო.
ეს მიხვდება ქართული საზოგადოება. შეიძლება შიშის ქვეშ, მაგრამ მიხვდება და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას აუცილებლად. ეს ამაში მე დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ, თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. ტელემაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ძლიერი საქართველოს წევრი ვანო კაპანაძე. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.